თბილისში არის ადგილები, სადაც ისტორია არა წიგნებში, არამედ ქვის კედლებში იკითხება. კლდის დამრეც ფერდობზე გაშენებული კლდის უბანი სწორედ ასეთია. ვიწრო, დაკლაკნილი ქუჩები, კიბეებად ქცეული აღმართები და ძველ თბილისური საცხოვრებელი სახლები. აქ ყოველი ნაბიჯი წარსულთან გაკავშირებს. სწორედ ამ გარემოში, კლდის ფერდობზე საცხოვრებელ სახლებს შორისაა მოქცეული კლდის უბნის წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესიაც. ყალას ტერიტორია ძალიან ვრცელი მოიცავდა აი დღევანდელი ნარიყალას ტერიტორიას რამდენიმე ეკლესია არსებობდა. ერთ-ერთი ეკლესია იყო და გვიან მას ეწოდა კლდის უბნის ეკლესია. და რატო ეწოდა, ეს გეოგრაფიული მდებარეობითაც კარგად ჩანს, რომ თვითონ ეკლესია კლდეზე არის დაშენებული. ერთ-ერთი კედელი პირდაპირ კლდეზე არის მიბრძენილი, ამიტომ ლიტანიობა აქ ვერ ჩატარდება, ბუნებრივია. წერილობითი წყაროების მიხედვით, კლდის უბნის წმინდა გიორგის ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ საეკლესიო სისტემას ეკუთვნოდა და დედაციხის ეკლესიად მოიხსენიებოდა. ეს ტერიტორია თბილისის ერთ-ერთი უძველესი სასულიერო სივრცე იყო. გაჩვენებთ, სადაც თვითონ იყო ნაპოვნი ძველი საკურთხეველი. ეს არის სამკვეთლო. 2007 წელს ტაძარში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ძველი ეკლესიის საკურთხევლისა და კედლების ნაშთები, რომლებიც მე-5-მე-7 საუკუნეებით თარიღდება. დადგინდა, რომ თავდაპირველი ნაგებობა დღევანდელზე მცირე ზომის, ორნავიანი ეკლესია ყოფილა, განსხვავებული არქიტექტურული გადაწყვეტით. ამ სამკვეთლოს აი ეს ნახეთ, როგორი შეჭრილი არის. აი ეს შეჭრილი იყო ძველათაც. ძალიან დაგვაეჭვა, რატო არის შეჭრილი და აქით რო დავიწყეთ უკვე ნელ-ნელა ფენების აღება, ტრაპეზის ქვეშ ვიპოვეთ ის საფუძველი ძველი საკურთხეველის. აი ეს საკურთხეველი იქიდან შემოდიოდა და აი აქ ესე მთავრდებოდა. ეს არის თბილისში მოჭრილი სპარსული მონეტები. ამავე კვლევების დროს აღმოჩენილია 100-ზე მეტი არქეოლოგიური მასალა. მათ შორის სხვადასხვა პერიოდის მონეტები, კერამიკული ნივთები, შუა საუკუნეების მოჭიქული ჭურჭელი და სამარხები, სადაც ადამიანის ძვლოვანი ნაშთებიც დაფიქსირდა. თითოეულ მონეტა ხელით იჭერბოდა. ეს უნდა ყოფილიყო მოჭრილი დაახლოებით 1750-1755 წლებში. აქ აღმოჩენილი იქნა არქეოლოგიური გათხრების დროს ყულაბაც არა, ბუნებრივია ყულაბა ასრულებდა ფულის შეგროვების საშუალებას. ეს ძალიან საინტერესო არის. ორი მიცვალებულიც ვიპოვეთ. ჩვეულებრივი წესით დამარხული, მართლმადიდებლური წესით, დანარჩენი მიცვალებულები იყვნენ უფრო აი ესე რომ ვთქვათ, ხაოტურად დაყრილები. საბოლოოდ, როცა თბილისი აიღეს 1795 წელს, ეს ტაძარი სავარაუდოდ მაგ დროსაც დაინგრა. აი ამ ნანგრევებში მოყვა ის მიცვალებული, ესე ვფიქრობდით ჩვენ, იმიტომ რომ ესე ქაოტურად და ტაძრის კედელთან დამარხული ადამიანი ვერ იქნებოდა. აი აქ უკვე 6-ვე ფორმა, რაც ამ ეკლესიამ განიცადა. საუკუნეების განმავლობაში ეკლესია რამდენჯერმე გადაკეთდა. 1753 წელს ტაძარი მნიშვნელოვნად გააფართოვეს. გაიზარდა მოცულობა და ჩამოყალიბდა ერთნავიანი, წაგრძელებული ბაზილიკა, რომელიც ძირითადად დღემდეა შემორჩენილი. ტაძრის კედლებში შეიმჩნევა სხვადასხვა სამშენებლო ფენაც, რაც მის მრავალ საუკუნოვან ისტორიაზე მიუთითებს. ეს ეკლესია დაარსებიდან და მე-12 საუკუნეში იყო ორნავიანი, დარბაზული ტიპის ეკლესია იყო. მე-16 საუკუნეში, ზოგი ამბობს მე-17 საუკუნეში ეკლესიამ ერთნავიანად გადაკეთა. მე-20 საუკუნეში ტაძრის ისტორია მკვეთრად იცვლება. 1923 წლიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესიაში ღვთისმსახურება აკრძალა. სხვადასხვა პერიოდში შენობაში ფუნქციონირებდა ლაქისა და თოჯინების საამქროები, სპორტული დარბაზი და სხვა არასაეკლესიო დანიშნულების სივრცეები. ტაძარმა 10 წლეულების განმავლობაში დაკარგა თავისი ძირითადი ფუნქცია, თუმცა ნაგებობა გადარჩა და შეინარჩუნა როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიული მნიშვნელობა. ერთადერთი რაც ჩვენ ცნობა ქონდა, მე-20 საუკუნეში ერთ-ერთი მწერალი წერს, რომ ამ ტაძარში ინახება წმინდა გიორგის ნაწილი. გათხრები რო დავიწყეთ, ძველ საკურთხეველში მე-5-მე-7 საუკუნით რო თარიღდება, ვიპოვეთ თავის ქალა. ისე არ დამალავდნენ ამ საკურთხეველში, თუ კი ვინმე წმინდანი არ ყოფილიყო. აი ამ კუთხეში არის ნაპოვნი ის თავის ქალა.
ეგ ჩვენ იქ დავტოვეთ, ზუსტად აი ეს ახლა სადაც მარმარილოა, მაგ იმის ქვეშ არის თავის ქალა. ტაძარი ხელახლა 1991 წლის 23 ნოემბერს იკურთხა, რის შემდეგაც კლდის უბანში საეკლესიო ცხოვრება ეტაპობრივად აღდგა. 2000-იანი წლებიდან დაიწყო სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები. მოწესრიგდა ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, გამაგრდა ნაგებობის კონსტრუქციული ნაწილი. ეკლესიის შიდა სივრცეში ეტაპობრივად სრულდება მოხატულობაც. ტაძრის მოვლა, განვითარება და სულიერი ცხოვრება დღესაც მრევლისა და სასულიერო პირების აქტიური ჩართულობით გრძელდება. საგარეჯოში არის ეს ფრესკები ყველა იქიდან არის გადმოტანილი. ჩვენ რო ვიფიქრეთ, რომ რა დავხატოთ ამ ტაძარში და დავხატეთ ის, რაც შეიძლება დროთა განმავლობაში საერთოდ განადგურდეს. საკურთხეველში მაცხოვარი არის მე-7 საუკუნის ფრესკა არის, რაც გარეჯში არის და დანარჩენი ყველა ფრესკა ისეთი ფრესკაა, რომელიც მე-10 საუკუნის ბოლო თარიღდება და იქნებ ამითი რაღაცნაირად შეუუნარჩუნოთ ჩვენ მომავალ თაობას ეს ფრესკები. დღეს კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია ცოცხალი სივრცეა, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ხვდება. ქალაქის ძველ ფერდობზე, სადაც ლოცვის ხმა ისევ ისმის და ისტორია ყოველდღიურ ცხოვრებას მშვიდად აგრძელებს.